ზეწოლა ბიზნესზე თუ ფასების კლების რეალური მოტივი, რატომ და რა შედეგებზე გათვლით გაავრცელეს ერთმანეთის მიყოლებით განცხადებები ქსელურმა მარკეტებმა. ეჭვია, რომ ოცნების საპარლამენტო კომისიის მუშაობა, რომ საზოგადოების თვალში გამართლდეს, სულ კომპანიებს მისცეს დირექტივა, რომ მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები. ამ ფონზე ირაკლი ყობახიძე მისივე განცხადებას უპირისპირდება. თუ 3 თვის წინ მისთვის ევროპაში ფასები ბევრად იაფი იყო ვიდრე საქართველოში. ახლა ამტკიცებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება გაცილებით იაფია, მაგალითად საფრანგეთთან შედარებით. თამარ დემეტრაშვილი განაგზობს საუბარს ამ საკითხთან დაკავშირებით. თამარ გისმენთ. მოქალაქეები, რომლებიც პროდუქტების გაიაფებას ელოდნენ, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ამარა დარჩნენ. მას შემდეგ, რაც ფასების კომისია მუშაობა დაასრულა და დაადგინა, რომ ვერაფერი დაადგინა, ერთმანეთის მიყოლებით გაავრცელეს განცხადებები ქსელური მარკეტის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებს დაპირდნენ, რომ შექმნიან საოჯახო კალათებს და სოციალურ კალათებს და ამ პროდუქტებზე განსაკუთრებული შეთავაზებები ექნებათ. ნიკორას გუდვილის დეილი ჯგუფის და რითეილ ასოციაცია, სადაც ყველა სავაჭრო ქსელია გაერთიანებული, რატომღაც ერთ დღეს მოუნდათ ამ განცხადებების გაკეთება, რაც სავარაუდოდ შეთანხმებულ კამპანიაზე მიანიშნებს. ოცნების ოპონენტები აცხადებენ, რომ ესაა ირაკლი ყობახიძის და პარტიის გადარჩენის კამპანია, რომელშიც ქსელური მარკეტები ჩაერთნენ ზეწოლით თუ საკუთარი სურვილით. გარდა ამისა, მიიჩნევენ, რომ ქსელური მარკეტების და რითეილ ასოციაციის განცხადებები არის კონკურენციის კანონის და კონსტიტუციის დარღვევა, რადგან პირდაპირ შეიცავს წინასწარ შეთანხმებული საფასო პოლიტიკის დაანონსებას, რაც კანონით არის აკრძალული. არაერთი ფასების შემცირება არ გამოვა, ესაა PR სტრატეგია, რომელსაც შედეგი არ ექნება, ასეთია ოცნების ოპონენტების პროგნოზი. ეს არის სამაშველო ოპერაცია ირაკლი ყობახიძის გადასარჩენად. რეალურად დადასტურდა, რომ საქართველოში თავისუფალი ბიზნესი არ არსებობს. ივანიშვილის პრემიერი, რომელიც საუბრობდა 86%-იან ფასნამაძე, ბოლოს გითხრა, რომ კი, აი ეს ბიზნესი, რომელიც მისი შემომწირველია, არის აი ერთი მთლიანობა და შესაბამისად ახლა ჩვენ ვხედავთ ორკესტრირებულ კამპანიას ქართული ოცნების გადასარჩენად. და კი ამით დადასტურდა, რომ ქართული ოცნება და მასთან შეზრდილი ბიზნესი ერთობლივად ძარცვავენ ჩვენს თანამოქალაქეებს და არ ამბობენ იმ კორუფციულ წილზე, რომელიც აძვირებს ჩვენს ცხოვრებას. სუპერმარკეტებმა დაიწყეს განცხადებების კეთება, რომლებიც არის ერთ და იგივე ტექსტის და მთავრობის კანცელარიაში დაწერილი. კონკურენცია გძალავს გარიგებულ ფასებს, მაღალი იქნება თუ დაბალი. მეორეც, რისი ფასების დამწევი არიან, როდესაც კვერცხზე ფასი ვერ დაწყიეს. ეს არის მორიგი კამპანია, პროპაგანდისტული, გადასაფარავად იმ მძიმე შედეგისა, რაც მათ აი ამ კომისიონობანას თამაშით მიიღეს, ფასების გზაში დამნაშავე არის ოცნების ხელისუფლება. მისი არასწორი და კორუმპირებული ეკონომიკური, საფინანსო და ფულად საკაითო პოლიტიკის გამო. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86% შეადგენს. ესა ოცნების პრემიერის განცხადება 4 თვის წინ, მაშინ ყობახიძე ამტკიცებდა, რომ მაგალითად საფრანგეთთან შედარებით საქართველოში ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით ძვირი ღირდა. ახლა კი პროპაგანდა მოსახლეობას უმტკიცებს, რომ ყველაფერი პირიქითაა და ფასები საქართველოში უფრო დაბალია ვიდრე ევროპაში. კომისიამ კი დაადგინა, რომ ყობახიძე უბრალოდ ტყუოდა და თურმე არ შეთანხმებებია ბაზარზე და არ ზემოგებაზე მუშაობენ მაღაზიები. ახლა ოცნებას რეპუტაციული ზიანის გამოსწორება სჭირდება და ქსელური მარკეტები ამაში ეხმარებიან, მიიჩნევენ ეკონომისტები. რაც შეეხება ამ კამპანიის შედეგს, სპეციალისტები ამბობენ, რომ ერთი პროდუქტის გაიაფებით მიღებულ დანაკლისს მაღაზიები სხვა პროდუქტების გაძვირებით შეავსებენ. თუ გაგიიაფთ 5 პროდუქტი, ჩათვალე, რომ დანარჩენი 25, რომელსაც ყიდულობ, ის გაგიზვერდება. ქართულმა ოცნებამ გაათვითცნობიერა კარგად რა რეპუტაციული ზიანი მიიღო და აგრძელებს ახლა არაფორმალურად ზეწოლას რითეილ ასოციაციაზე და მის წევრებზე და ეს არის ძალიან ცუდი და ჩვენ რო ფიქრობდით, რომ შესაძლოა საპარლამენტო კომისიის დასკვნამ, ასე ვთქვათ, აი ეს ძიმე ფაზა რა ქართული ბიზნეს კლიმატისთვის და ქართული ბიზნესისთვის და მოსახლეობისთვის დასრულებამდე მივიდეს, არა როგორც ვატყობთ, ეს პროცესი გაგრძელდება. მაყურებელს შევახსენებთ, რომ გუშინ რამდენიმე ქსელურმა მარკეტმა სოციალური კალათის შექმნისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ დაანონსეს, რა პროდუქტებს შეეხება ინიციატივა, ასევე გამოიყოფა თუ არა ცალკე დახლები იაფი პროდუქტებისთვის, ეს ჯერჯერობით უცნობია. მადლობა თამარ დემეტრაშვილს.